ეხლა ის რომ ივანიშვილი პარალელურად ეგზიტ პოლებს აკეთებს, იმას რო არავის არ ჯერა, ეს გახლა პატარკაშვილი ზუსტად იგივე საკეთებდა თავის იმედით მაშინ, რომ ჩამოვიყვანა ვიღაც აფერისტები. ყველა მიცის, რომ აი რუსთავი ორის ეგზიტ პოლში რაც იქნება, ეს იქნება ვერდიქტი. როგორც კი ეს გამოცხადდება, მე გინდა ცადოს გადაწერა რაღაცის, გადმოწერა რაღაცის. ეს არაფერს არ შეებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინ როცა სხვადასხვა ორგანიზაციების დასკვნით სააკაშვილის ხელისუფლება ყველა ნაციონალურ არხს აკონტროლებდა, რუსთავი ორმა ეგზიტ პოლი არა GFK-ის, არამედ Edison Research-ს დაუკვეთა. მაშინ ამ კომპანიამ თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ ამ მრჩეველთა ხმების 51% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ 41%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით კი ქართული ოცნების შედეგი 54.97% იყო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის 40.34. წელს კი რუსთავი ორის არჩევანი GFK-ზე გაკეთდა, რომელმაც 4 წლის წინ CESCO შედეგებთან შედარებით მნიშვნელოვანი ცდომილება აჩვენა. რაც შეეხება იმედის, მაესტროსა და GDS-ის პარტნიორ TNS Opinions, ამ კომპანიისთვის საველე სამუშაოებს საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი ჩაატარებს. გორბი TNS Opinions მეთოდოლოგიას სრულად მოერგო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ეს მეთოდი უკვე წლებია სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე მუშაობს. TNS Opinions ეგზიტ პოლმა უზუსტესი შედეგი აჩვენა ბოლო არჩევნებზე გერმანიაში. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებისას და კომპანიამ 2 დღით ადრე თქვა ის, რაც ბრიტანელებმა ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმზე დააფიქსირეს. ეს მხოლოდ 3 მაგალითია. ჩვენი კოლეგები მოატრიალებენ ამ ეკრანს და თხოვენ, აქ იქნება სია პარტიული და იქნება სია მაჟორიტარული კანდიდატების, რომ თავად მონიშნოს ამ მომრჩეველმა თუ ვის მიცა ხმა. შემდეგ ეს ეკრანიდან ქრება და მოდის ჩვენ სერვერებზე. მერაბ ფაჩულია კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ სტანდარტებით ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგების ცდომილება არჩევნების საბოლოო შედეგთან მინიმალური იქნება. დიდი სხვაობის შემთხვევაში კი არც ერთ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ საზოგადოებრივი აზრი გამოიკვლია. ის რაც გამოაცხადა 2012 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელზე GFK-მ, ეს არ არის ეგზიტ პოლი. TNS Opinions წარმომადგენლებმა ქართულ მედიას დეტალურად გააცნეს ეგზიტ პოლის ჩატარების მეთოდოლოგია. კომპანიის ხელმძღვანელი პირები თბილისში ჩამოვიდნენ და ჟურნალისტების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხეს. რუსთავი ორის პარტნიორი GFK კვლევამდე საქართველოში პრესკონფერენციის ჩატარებას არ აპირებს. ესეც იმედისთვის გამოგზავნილ წერილში წერია. იმედი დრო შეახლა რეკლამის დროა, თუმცა არ გადართოთ, წინ არაერთ საინტერესო ისტორიას გაიგებთ. ყოფილი მოსამართლის ბრალდებები კოლეგებს არის თუ არა კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში, რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. ახალაია სანდრო გირგლიანის მიმართ ანგარიშვალება განახორციელა მხოლოდ და მხოლოდ პირადი კონფლიქტის საფუძველზე. სანდრო გირგლიანის საქმის მოწმის სკანდალური ჩვენება. ფულადი ჯილდო გირგლიანის მკვლელობისთვის ბრალდებულს და პრივილეგირებული მდგომარეობა ციხეში. საბოლოოდ მიიღეთ $100,000. როგორ ემუქრებოდა დათა ახალაია ბადრი პატარკაცის შვილს, მას შემდეგ რაც იმედმა სანდრო გირგლიანის მკვლელობის შესახებ საზოგადოებას ამცნო. გირგლიანის საფლავი უნდა ავაფეთქო და პატარკაცის შვილს მიუყვანო ქორწინების სასახლეში და მივუგდო. იგივე ელის მერე პატარკაცის შვილს აცო. ხათუნა გაგნიძე ყველაზე ხმაურიანი საქმის ახალი დეტალებით. რელიგიური მკლავჭიდი ქობულეთში. თუ ჩემმა წინაპარმა სისხლი დაღვარა, დაიღვაროს ჩემი პირადად სისხლი. იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები იქნებიან უფრო მეზობლური, უფრო ურთიერთმოსიყვარულე. ვის როგორ ესმის რწმენის თავისუფლება. მე ვიქნები შუშანი გწამებული. სოფო მთიულიშვილი, სად გადის ზღვარი პატრიოტიზმსა და რელიგიურ დისკრიმინაციას შორის. პრობლემა მაინც არის განათლებაში. ჩემთვის მთავარია მდგრადი ფერი და თმის მოვლა. სიახლე პალეტისგან, თმის ნომერ პირველი საღებავისგან ევროპაში. შესანიშნავი ფერისთვის ახლა უკვე მკვებავი ნიღბით. ჩემი არჩევანია ინტენსიური ფერი და ზრუნვა პალეტისგან. ისეთი როგორც არასდროს. 30 ფერი. პალეტის ახალი მდგრადი კრემსაღებავი. შვარცკოპი. პროფესიონალთა გამოცდილება. თქვენი თმისათვის. რომელი პარტია? არ გაქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცეხმა. ეწვიე ვებგვერდს პარტიები წერტილი GE. ამ ვებგვერდის მეშვეობით შენ შესაძლებლობა გაქვს გაეცნო შენთვის საინტერესო საარჩევნო სუბიექტისა თუ პოლიტიკური პარტიის ხედვებს, საარჩევნო პროგრამებს და რაც ყველაზე მთავარია,
თემატურად შეადარო ერთმანეთს. პარტიები წერტილი G. ინფორმირებული არჩევანისთვის. სიახლე რიკო კრედიტში, იპოთეკური სესხი დოლარში, წლიური 14%, სალომბარდო სესხი, ლარში 2%, დოლარში 1.5%. რიკო კრედიტი. მე მიყვარს ზაფხული და ჩემი თმა უკვე მზადაა გაუმკლავდეს მზეს და ზღვას, რადგან მე ვიყენებ პანტენს. პანტენის პროვი ფორმულა აძლიერებს ჩემს თმას და ჩემი თმა აბრეშუმივით რბილი და შესამჩნევად ჯანმრთელია. პანტენთან ერთად მზად ვარ ზაფხულით დავტკბე. ძლიერი თმა, პანტენის თმა. Procter & Gamble, ხარისხი მომგებიანია, თავად სადეთ. ჩვენ ვკარგავდით ფერებს, ვიხდიდით მეტს. ჩვენ საყვარელ ადამიანებს აწუხებდათ ალერგია. ეს უნდა დასრულდეს. დღეიდან ჩვენ გამოვიყენებთ ავეს. ავე, ქალების საიმედო პარტნიორი. ნუ ინერვიულებთ თუ სესხის სრულად დაფარვის დრო მოვიდა. მიიღეთ 3000 ლარამდე და დააბრუნეთ თანხა 24 თვის განმავლობაში. მონეზა, გრძელვადიანი ონლაინ სესხი. სმარტფონები 79 ლარიდან. ტექნობუმი, ყველაზე დაბალი ფასები მსოფლიო ბრენდების სმარტფონებზე. Beeline გთავაზობთ მადი სახელმძღვანელ სმარტ კომბოს. სუპერ 4G სმარტფონის სენსაციურ ფასად. თვეში მხოლოდ 7 ლარად და 50 თეთრად. ულიმიტო ზარები Beeline-ის ქსელში. ულიმიტო SMS-ები და 500 მეგაბაიტი 4G ინტერნეტი. უფასო დესერტი ყოველთვე 1 წლის განმავლობაში. Beeline, ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. ნოუთბუქები 479 ლარიდან. ტექნობუმი, ყველაზე დაბალი ფასები მსოფლიო ბრენდების ნოუთბუქებზე. აქცია მონტერეილუქსისგან. მეტალოგრამიდი, კვადრატული მეტრი 12 ლარიდან. მოთუთიებული პროფენილი, კვადრატული მეტრი 7 ლარიდან. მონტერეილუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე. მეტი ზღირსი ხარ. პირსი, საუკეთესო გარემო ქალაქში. წყალი მომწყურდა. რაღაც ხმა მომისმა ესოდან. ტელევიზორი გამორთე. პროსტამოლ უნო. აწესრიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. პროსტამოლ უნო. აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ტექნობუმში გრანდიოზული დასაჩუქრება გრძელდება. შეიძინე ნებისმიერი ტელევიზორი დიდი ფასტაკლებით და იმოგზაურე რომში, მილანში, ვენეციასა და ფლორენციაში. გახდი უამრავი ტექნიკის და სუპერ პრიზის ავტომობილის მფლობელი. იჩქარე, ტექნობუმში ყველა დასაჩუქრდება. მოაწყო შენით. შეიქმნი საოცნებო სივრცე. ბრიკორამა, ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში. ჩან, ძალიან დაბნეული ხარ ოსაქშია. სნიკერსი გჭირდება. მოხალული არაქისი, კარამელი და ნუგა დაფარული რძიანი შოკოლადით. უკეთესია? უკეთესია. როცაქშია, შენ არ ხარ, არ შეჩერდე. წავა სნიკერსზე. ბოშის მტვერსასრუტების საუკეთესო არჩევანი. ექსკლუზიურად Elite Electronics-ში. მიიღეთ 20-დან 40%-მდე ფასტაკლება სრულ ასორტიმენტზე. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა არც ისე იოლია. Nescafe Gold-ის მდიდარი გემო და ამაღელვებელი სურნელი გეხმარებათ საჭირო სიტყვების პოვნაში. ცდებოდი, ნამდვილად არაჩვეულებრივი მხატვარი ხარ. შენ კი მშვენიერი კრიტიკოსი იქნებოდი, მამა. ხარით ყველაზე მნიშვნელოვანი ჭიქა Nescafe Gold-თან ერთად. ყველაფერი იწყება ყავით Nescafe. დაფუძნებულია ნამდვილ პასუხებზე. თუ შეგიძლია გვიპასუხო, რა არის შენთვის დასვენება? საუბარი. ტრანსპორტი. კარგი მუსიკა. ცუდი მუსიკა. სიამაყე. მშობლების და შვილების ხედვა ხშირად განსხვავდება. სწორედ ეს გახდა ჩვენი შთაგონება შეგვექმნა School Card-ი, სპეციალურად მშობლებისა და შვილებისთვის. საკუთარი ბარათი, სკოლების დაგროვება, თავისუფლება, ფულის მიღების სიმარტივა, დანახარჯების კონტროლი, ავტომატური გადარიცხვა, სიმშვიდე, კომფორტი. School Card-ი, საერთო ბარათი მრავალმხრივი უპირატესობებით. Gillette Plus აქვს 3 პირი და სრიალა ზოლი.
რომელიც წყალზე აქტიურდება. ძლებს 8 გაპასვამდე. სცადეთ Gillette Plus 3. Gillette საუკეთესოა მამაკაცებისთვის. Procter & Gamble ხარისხი მომგებიანია, თავად სცადეთ. მეტი ზღირსი ხარ. დირსი, ხედები, რომლებიც არ შეიცვლება. მუცლის შებერილობა გაწუხებთ და უხერხულად გრძნობთ თავს. ესპუმიზანი მიიღეთ. ესპუმიზანი შლის აირების ბუშტუკებს, ხსნის შებერილობას და კვლავ თავდაჯერებულად გრძნობთ თავს. ხმაურიან და შებერილ მუცელს ესპუმიზანი უშველის უცებ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ჩვენი ქვეყანა ერთიანი სივრცეა, რომლის სათანადოდ მოწყობაზეც ჩვენ ვზრუნავთ. გზები, ხიდები, გვირაბები ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო ხერხემალს ქმნის, რაც ამარტივებს სატრანზიტო მოძრაობას და მიმოსვლას საქართველოს ყველა მიმართულებით. ჩვენ ვავითარებთ არსებულ და ახალ ტურისტულ ინფრასტრუქტურას მთაში, ბარში, სოფელსა და ქალაქში. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ წარმოადგენს ბარიერს ბიზნესის წარმოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას მშობლიურ რეგიონში. სწორი სივრცითი განვითარება აძლიერებს და ავითარებს საქართველოს და ზრდის მის მნიშვნელობას მსოფლიო რუკაზე. სივრცითი მოწყობა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის. ერთკვირიანი ფასტაკლების აქცია კარფურში. ხორცი 7 ლარი და 95 თეთრი. კარტოფილი 45 თეთრი. შესქელებული რძე 1 ლარი და 30 თეთრი. სარეცხი სითხე 4 ლარი და 70 თეთრი. ხელსახოცი 95 თეთრი. გვეწვიეთ კარფური. ყოველთვის დაბალი ფასები. ფული გჭირდება? Sissilonji სესხი ონლაინ. შაკირა წარმოგიდგენთ Blendamет 3D White Lux გლამური. მაშინაც კი, როდესაც არ ხარ სცენის ცენტრში, მუდამ შეგიძლია იბრძყინო. ამიტომ ყოველთვის ენდეთ 3D White Lux გლამურს. ის აცილებს ნადებს 90%-მდე 5 დღის განმავლობაში. Blendamet 3D White Lux გლამური ცხოვრება გეგებება თვალის მომჭრელი ღიმილით. Procter & Gamble ხარისხი მომგებიანია, თავად სცადეთ. გაზაფხულის კოლავაც დამხატველო ცისრა სულის თქმა ხარ რა ქარის მოდი ალვის ხებს წელზე მოეხვიე ჩემი საქართველო აქ არის ჩემო სიამაყე სადარდელო ჩემი საქართველო აქ არის მეცაკ ჩემი ღამე უნდა გავათენო ჩემი საქართველო აქ არის ლაღი სარბიელი ლაღინთა დამდელო ლაღი მიმოქცევა წაშორი ახალ თაობათა მოსვლა უსანადრელო შენ ხარ შუქი ჩემი ჯაღარის ჩემო სიამაყე ჩემო სადარდელო ჩემი საქართველო მეცაკ ჩემი ღამე უნდა გავათენო ჩემი საქართველო აქ არის
ააჭარ, შეავსებ და მიიღებ. პირველი სესხი უპროცენტოა. საღამოს ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია MyCreditG. იმედის დრო პირდაპირ ეთერში ბრუნდება. საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადებები არსებობს თუ არა კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში. მამუკა ახვლედიანი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით თანამდებობიდან 8 თვის წინ გაათავისუფლეს. დღეს კი იმ სისტემას უპირისპირდება, სადაც 20 წელი იმუშავა. ყოფილი კოლეგები მის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ, თავად მამუკა ახვლედიანს კი განაწყენებულ ადამიანს. ლევან კვატაშიძე შეეცადა გარკვეულიყო ყოფილი და ამჟამინდელი მოსამართლეების დაპირისპირების მიზეზებში. ეს კლანები არიან მიხეილ ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე და ამათ ნომინალურად წარმოადგენს ლევან მურუსიძე. ეს კლანი არსებობს ფაქტიურად 2007 წლიდან, ესე უფრო ხან ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ხან ორი პარალელური ბანაკი. ყველა მოინდომა ამ კლანთან თანამშრომლობა და მათ ესე ვთქვათ ქოლგის ქვეშ ყოფნა. ისინი ქმნიან დღეს ამით სასამართლო სისტემაში, ისინი ნიშნავენ მოსამართლეებს, ისინი ანთავისუფლებენ, ისინი აწინაურებენ, აჯილდოებენ. რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ იმ სისტემის მხილება დაიწყო, რომელშიც 20 წლის განმავლობაში თავად მუშაობდა. არაერთი სკანდალური განცხადების ავტორი, რომელსაც ჯერ თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუწყვიტეს და შემდეგ მოსამართლის მანტია დათმო, მართლსაჯულებას აკრიტიკებს და სასამართლოს კლანურ მმართველობაზე საუბრობს. კლანს დიდ სამეულს უწოდებს, რომელშიც სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეები შედიან. ვალერი ცერცვაძე, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე. მურუსიძესთან ახვლედიანის ოჯახს წლებიან ნათელმირონობა აკავშირებს, თუმცა ნათესაური კავშირების მიუხედავად ყოფილმა მოსამართლემ გადაწყვიტა პირველად გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ხდებოდა სისტემაში 2012 წელს და როგორ გახდა კლანი ისევ გავლენიანი. ისინი ძალიან შეშინებულები იყვნენ 2012 წელს, ისინი იცოდნენ რა პასუხისმგებლობას და რაც ჰქონდათ გაკეთებული წინა პერიოდში. ერთი მაგალითად საქართველოსშიც არ იყო, როგორც კი არჩევნები მოხდა, მე მგონი მეორე დღესვე თუ წინა დღით ამერიკაში წავიდა და მეორე ერთი კვირის განმავლობაში საკუთარი კაბინეტიდანაც კი არ გამოდიოდა, იმდენად ელოდებოდა, რომ მას დააკავებდნენ თავისი ჩადენილი ქმედებების გამო, არა მარტო მოსამართლეობის პერიოდში, არამედ პროკურორობის პერიოდშიც. ესე რომ ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში მართავენ სასამართლო სისტემას, თუმცა მათ წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა მათი კონტროლი. დღეს მე ვახსენე კიდევ, რომ დოქსოპულოების შემთხვევით არ დამირქმევინა, მათ მართავდნენ და ისინი დავალებებს ასრულებდნენ, მაგრამ 2012 წლის შემდგომ მათ იგრძნეს საკუთარი ძალა და ფაქტიურად გამოვიდა ისე, რომ მათ არავინ არ მართავთ. ისინი თვითონ იღებენ ძალიან ბევრ საკითხებზე გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიმღები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარია, თუმცა როგორც ახვლედიანი ამბობს, გვენეტაძე უბრალოდ სისტემის მძევალი და გამხმოვანებელია. მათ შორის იმ გადაწყვეტილების, რომელმაც მამუკა ახვლედიანს სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუწყვიტა. დღეს მესამე სექტორში წასული ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ ის ცერცვაძე, ჩინჩალაძე, მურუსიძის კლანმა ჩამოიშორა და ნინო გვენეტაძე უბრალოდ გამოიყენა. დამიკავშირდა ნინო გვენეტაძე, თხოვა შეხვედრა, ის ითხოვდა, რომ მე კი წავალ, მაგრამ ყველაფერს მე დამაბრალებენ, მე გამოვალ ძალიან სუსტი და ამიტომ ვერ წავალ და მთხოვდა, რომ იქნებ როგორღაც გვეთანამშრომლა. აი ჩემთან დაკავშირებით, როცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იყო არა მარტო მამუკა ახვლედიანის მიმართ, არამედ უბრალოდ განსხვავებული აზრის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ყველა მოსამართლემ ფაქტიურად პირველად დაინახა კონკრეტულად ესე საჯაროდ, როგორ შეიძლება მოექცნენ ამ ხელა სასამართლოს თავმჯდომარეს და რა შეიძლება მათ გაუკეთონ. რამაც ამ კლანს თვითრწმენად შეძინა და დანარჩენ კლანებს აჩვენა, რომ ეს ყველაზე ძლიერი კლანია და მათ თუ საჯაროდ ამის გაკეთება შეუძლიათ, ეს შეუძლიათ გაუკეთონ ნებისმიერ სხვას. ვინ არიან ის მოსამართლეები, რომლებსაც მამუკა ახვლედიანი კლანურ მმართველობაში ადანაშაულებს? ლევან მურუსიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მუშაობდა. მას უკავშირდება არაერთ გახმაურებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. მიხეილ ჩინჩალაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი გამოცდილება, მთავარი პროკურატურა. სასამართლოს სისტემაში საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე ინარჩუნებს უმაღლეს ინსტანციაში ნინო გვენეტაძის მოადგილის პოსტს.
ვალერი ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში. სასამართლო სისტემაში 2005 წლიდან გადაინაცვლა. ამ მოსამართლეებიდან ყველაზე ნაკლებად მედიასთან სწორედ მიხეილ ჩინჩალაძე ჩნდება, იშვიათად ისიც კონფერენციებზე, ისევე როგორც ვალერი ცერცვაძე. მათ ახვლედიანი ახასიათებთ როგორც გავლენიან მოსამართლეებს, რომლებიც კლანში მთავარ გადაწყვეტილებებს იღებენ. მოსამართლეების შერჩევა დანიშვნაზე და საქმეების განაწილებაზე. ამ ბრალდებებს მოქმედი მოსამართლეები უსაფუძვლოს უწოდებენ. ამბობენ, რომ ახვლედიანი განაწყენებული ადამიანის პოზიციიდან საუბრობს და